4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. დღეს სასამართლოს 13 პირიან ჯგუფზე უნდა ემსჯელა. ყველა მათგანი 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს. მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყანაში ვინც კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყვეს, ქართული ოცნება, რომელმაც ქვეყნის ძირითადი კანონი ფეხქვეშ გათელა და უღალატა ქართული ხალხის ისტორიულ მისწრაფებებს. ოქტომბრის მოვლენებზე სულ 64 პირია დაპატიმრებული. ქეთი ნადიბაიძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. სხდომა 1 საათს გაგრძელდა და გადაიდო როგორც აღნიშნეთ ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო. დღეს 13-ვე ბრალდებული განსასჯელის სკამზე იჯდა. ყველა მათგანი არის წინასწარ პატიმრობაში და მოიყვანეს აქ ციხიდან. მე შეგახსენებთ მათ სახელებს და გვარებს: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, რომელიც ყველაზე ასაკიანი ბრალდებული არის, 70 წლის არის, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მალუნჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი. დღეს ეს ბრალდებულები ყველანი ესწრებოდნენ სხდომას, სადაც უნდა დაწყებულიყო შესავალი სიტყვების ეტაპი. ეს საქმე არის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე, თუმცა როგორც გითხარით, ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ სხდომა გადადო და 2026 წლისიანვარში გაგრძელდება განხილვები. დღეს მოსამართლემ კითხა სათითაოდ ყველა ბრალდებულს რას ფიქრობენ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ნაწილი კი ამბობს, რომ სარგებლობს დუმილის უფლებით. პრინციპში შეიძლება ითქვას და ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებსაც ამასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი მათგანი არ უარყოფს 4 ოქტომბერს აქციაში მონაწილეობას სხვა ათასობით მოქალაქის მსგავსად, თუმცა როგორც გითხარით, ის ვინც დუმილის უფლებით არ სარგებლობს, აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. სიმონი თავს კარგად ცნობს, ხნედ არის. მიაჩნია, რომ მისი ბრძოლა არის სიმართლისთვის ბრძოლა, ემსახურება სიმართლეს. უშუალოდ დღევანდელ პროცესს რაც შეეხება, მხარეები წარმოვიდგინოთ შესავალ სიტყვებს, სადაც თითოეული ჩვენგანი, მეც და ჩემი კოლეგაც მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, იმ შეხედულებებს, რაც გაგვაჩნია მოთხოვნილ პროცესთან მიმართებაში. სიმონ მახარაძის მიმართ წარდგენილი ბრალი სრულად არის საფუძვლო. ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი ჩარჩოებს ცდება. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე გაამახვილებს ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც არაფერს არ მეტყველებენ მათ ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენ შესავალ სიტყვაში დაცვის მხარე, რომ ეს ბიჭები არ არიან დამნაშავენი და შესაბამისად სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მათ გამამართლებელი განაჩენთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როცა გიორგი კირვალიძის ერთ ადამიანს გამოჩეულ სპორტსმენებს ასამართლებენ იმ ქვეყანაში, სადაც დამნაშავეებს მხოლოდ მაშინ აკავებენ, როცა ამის პოლიტიკური ინტერესია და როცა რაღაც არის გადასაფარი. მაშინ, როცა ბიუჯეტის ხურდები და ხალხის ფულის ჭამელები ალკოთი ღონისძიების გარეშე არიან დატოვებულები ადამიანები, რომელიც საკუთარი ხარჯით აშენებდა სპორტდარბაზს და უსასრულოდ ეხმარებოდა ბავშვებს და მათ ავარჯიშებდა, ამ ადამიანს ალკოთის სახით პატიმრობა შეუფარდეს და უკვე 2 თვეზე მეტი არაც ციხეშია წესებულები ობიექტების გონებულ ეჭვმოსადატით არ დაუმტკიცებდა იმას, რომ ჩემმა დაცვის ქვეშყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რასაც მას პროკურატურა ედავდა. ადვოკატები გვეუბნებიან, რომ პროკურატურას ამ საქმეზე წარმოდგენილი აქვს მთავარმტკიცებულებებად ფრაგმენტული ვიდეო კადრები, რომელიც მათი განცხადებით არაფერს ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ 4 ოქტომბერს ბრალდებულები იმყოფებოდნენ აქციაზე და ამას ისინი არც უარყოფენ. რაც შეეხება ბრალს, რომელიც მათ წაყენებული აქვს, ნაწილ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის სახით, ნაწილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის სახით, აცხადებენ, რომ ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში ამ დანაშაულს ვერ ამტკიცებს, განსაკუთრებით ჯგუფურობის ნაწილს, რადგან ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ და გაიცნეს ერთმანეთი და სახელები და გვარები ერთმანეთის შეიტყვეს სწორედ დაკავების შემდეგ. პროკურატურა კი ამბობს, რომ საქმეში დევს საკმარისი მტკიცებულებები და ამაში აპირებს საზოგადოების დარწმუნებას, მას შემდეგ რაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიწყება. ჯამში, როგორც პროკურორისგან შევიტყვეთ, არის 100-ზე მეტი მოწმე საქმეზე, თუმცა ყველას არ დაკითხავენ, რა დროც ექნება სასამართლოსგან მიცემული პროკურატურას, იმ დროში ჩაეტევიან, ეს განგვიცხადა ცოტა ხნის წინ საქმის პროკურორმა და ითქვა დღევანდელ სხდომაზე ისიც, ისევე როგორც ამავე 4 ოქტომბრის საქმის სხვა დანარჩენი ეპიზოდების სხდომებზეც, რომ სხდომები გაგრძელდება ზაფხულამდე.
განვიხილეთ პირველი არსებითი სხდომა ბრალდებულების, რომელთაც პროდედებათ როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელშეკრულების მცდელობა, სასამართლო მოისმინა მათი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით, ასევე განუმარტა წარდგენილი ბრალდების შინაარსი და შემდეგი სხდომა გადადა უკვე იანვრის თვეში, რომელზეც ბრალდების მხარე და დაცვის მხარე წარმოადგენენ შესავალ სიტყვებს და ასევე დავიწყეთ მტკიცებულებათა გამოკვლევა. 100-ზე მეტი მოწმეა წარმოდგენილი, თუმცა ბევრ მოწმეს არ დავკითხავთ, დავკითხავთ ყველა იმ მოწმეს, რომელიც არის ფაქტის შემსწრე, დაზარალებულები, ასევე გამოვიკლოთ ვიდეო ჩანაწერებს, დავკითხავთ არაერთი ექსპერტს, რომლებმაც ჩაატარეს საბუდისკოვრო ექსპერტიზის დასკვნა. 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 ბრალდებულის ეპიზოდები დაყოფილია 5 საქმედ. ეს 5-ვე საქმე არის უკვე არსებითი განხილვების ეტაპზე და როგორც გითხარით, როგორც დღევანდელი საქმის შემთხვევაში, ასევე სხვა დანარჩენი 4 საქმის შემთხვევაშიც სასამართლომ სხდომები უკვე ივნისის თვემდე გაწერა.